2002 წელი იყო საერთოდ არც რეფორმებზე იყო საუბარი ამ შევარდნის პერიოდია, როდესაც მე დაუკავშირდი ვიდეოს. სალსახა იყო ჩემთვის და ჩვენთვის, რომ თუ არ ვიქნებოდით ესე დიდი ორგანიზაციის, დიდი ქსელის ნაწილი, უბრალოდ გაგვიჭირდებოდა და ვიქნებოდით რაღაც პატარა საბაისო რაღაცებს გავაკეთებთ რა და ეს იყო ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგას ვამბობ ჩვენი როდესაც ამ სტრატეგიულად რომ ვიცოდით რომ ეს გვჭირდებოდა ჩვენ მიზნების მისაღწევად რომ რაღაც დიდი მოთამაშე ყოფილიყავით და რეპუტაციული ეს იყო აუცილებელი პირობა მაგისი რომ ამის მიღწია. ასე გავიდა 25 წელი. ვიდეოს ოფისის წინ არსებული რეალობა ყველაზე უკეთას ახავს რეალობას, ძველ და ახალ საქართველოს. სრულიად ახალი, რაღაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სახეს და გარდამავალი ეტაპის კვალი. საქართველოს ვიდეომაც გაიარა საწყისი, გარდამავალი და განვითარების ეტაპები. ეს უწყვეტი პროცესია და სიახლეებს ახლაც გეგმავს. ეს არის რეგიონალური დაჯგუფება, კლასტერინგი ეგრეთ წოდებული ოფისების, სხვადასხვა ოფისების და ერთ გამსხვილება ამითი. სწორედ ესეთი გავაკეთეთ და უკვე გვაქვს ესეთი რა ქვია ვიდეო კავკასია ცენტრალური აზია ესეთი სახელით იქნება ჩვენი კლასტერი წარმოდგენილი და აქ იქნება პირველ ეტაპზე 5 ქვეყანა 5 გაერთიანებული საქართველოს სომხეთი უზბეკეთი ყირგიზეთი ტაჯიკეთი თუ ვიდეოს განვითარება სტატისტიკაში გადავიდავთ, ნახავთ 6000-ზე მეტ დამკვეთს, 250 თანამშრომელს, 11 პარტნიორს. თუ შინაარსში ჩავალთ, ვიდეო ნიშნავს ბიზნესის მხარდაჭერას, აუდიტსა და კონსალტინგს, ინოვაციას, ტექნოლოგიებს და ხარისხიან სერვისს. ღირებულებების შრილში კი ვიდეოს დაწერილ და დაუწერილ წესებში აქვს პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და სანდოობა, რაც მის რეპუტაციას ქმნის. თუ კი ამ ქვეყნის ისტორიას ისტორიკოსები წერენ, ამ ქვეყნის ბიზნეს ისტორია აქ თუ არ დაწერილა, განვითარებულა მაინც. ვიდეო ჩანასახში არსებულ ქართულ ბიზნესთან ერთად შეიქმნა, გაიზარდა და განვითარდა. აქ არის ყველასთვის არიღება. მთავარი კრიტერიუმი რეპუტაციაა. არა ბიზნეს საზოგადოებისთვის კი განმარტოთ, რაც ნიშნავს აბრევიატურა ვიდეო. 1963 წლიდან იღებს სათავეს ვიდეო და არის 3 კომპანიის პირველი ასოს დასახელება. ეს გვარები არის, ეს იყო ბინდერი, ის იყო დიკე ესეთი იყო და არის ოტე რა. და ეს იყო ბრიტანეთის, ჰოლანდიის და გერმანიის ოფისები. ესენი რომ გაერთიან, მათი აბრევიატურა გახდა ეს ვიდეო. და კიდევ რას ნიშნავს დასკვნის ბოლოს ვიდეოს ინიციალები? ენდო და შეგიძლია ის კომპანია, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ვისაც აქვს ჩვენი დასკვნა, შეუძლია მათ თვითონ იამაყონ, რომ ესეთი პარტნიორი ყავს, ვინც ამოწმებს მათ ინფორმაციას და შემდგომ ძალიან ბევრი ქართული კომპანიის მიერ ხდება თავისი პარტნიორებისთვის, უცხოელი მომწოდებლებისთვის, რა ვიცი, ყველასთვის თქმა იმისა, ჩვენ ვიდეო გვემსახურება და შესაბამისად მე სანდო ვარ, იმიტომ რომ დამიდასტურა ეს კომპანიამ როგორც არის ვიდეო. როცა პროფესიაზე ვიწყებთ საუბარს, ირკვევა, რომ აუდიტში შემთხვევით და თან მანქანად მშენებლობის ეკონომიკიდან მივიდა. 90-იანებში აუდიტორულ კომპანიაში სტაჟირებაზე მეგობრებისგან გაიგო. ისე მეგობართან ერთად წავიდა. კულტურული უარით გამომისტუმრეს, დაგირეკავთო. მხოლოდ ერთი დღე შეძლო მოცდა. სტაჟირობიდან 2 თვის შემდეგ უკვე ხელფასიანი თანამშრომლები გახდნენ. 30 ლარზე დავიწყეთ და მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოხვდით პროფესიაში, რომლის კანონებიც გზადაგზა იწერებოდა. პრაქტიკიდან ვიღებდით ცოდნას. 2 წლის შემდეგ უკვე კომპანია დააფუძნეს. TMC წინ სირთულეები იყო. მაშინ არც აუდიტი ჭირდებოდა ვინმეს და 90% არც გადასახადებს იხდიდა. 2000 წელი რომ დასრულდა და ახალი წელი რომ დგებოდა, ხელფასი რომ მიგვეცა თანამშრომლებისთვის, მეგობრისგან ვისესხე თანხა რა, იმიტომ რომ არ ქონდა ფიზიკურად. ძალიან რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ ჯერ არის ისეთი პერიოდი, როცა ბიზნესი ბევრი ჩანასახის დონეზეა, ხო? ანუ არის ის ბიზნესის კეთება რას ნიშნავს და სწავლობს ეს ბიზნესი, ზოგი გაკოტრდება, ზოგი გადარჩება. შემდგომ მე ჩვენ ვარ ძალიან პატარები, იმის რომ ვიღაცა გვენდოს, ანუ არავინ არ გვიცნობს. იყო კარდაკარ სიარული, უკვე იწყებდნენ შემოსვლას დონორები და პირველი დიდი დამკვეთი ბრიტანეთის ავიახაზები აღმოჩნდა. მაშინ ინგლისური არ იცოდნენ, ბიზნეს ინგლისურის ცოდნაც ცოტა იყო. ისე გამოვიდა, რომ ლონდონში გასაგზავნი რაპორტი შექსპირისეული სალიტერატურო ენით თარგმნეს. მაინც ყველაფერი შეძლეს, თანამშრომლობაც გაგრძელდა. მერე გაჩნდა ოფისი, პირველი კომპიუტერი. კომპიუტერი არ ქონდა თავიდან, კომპიუტერი ვიყიდეთ პირველი შემოსავლით. ერთი ქონდა, ხო, ერთი და ძალიან ხო, ესე იყო და მერე უკვე მერე პრინტერი არ ქონდა. მერე შემდეგი შემოსვლით მერე ვიყიდეთ პრინტერი, იმიტომ რომ პრინტერი გვჭირდებოდა.
და უკვე კომპიუტერი ქონდა, პრინტერი ქონდა ერთ-ერთი, უკვე ეს ვიყავით. უკვე ოფისი იყო. რადგან საჭიროება არ არსებობდა, დამკვეთებით ცოტა იყო, მაგრამ არსებობდა სტრატეგია, გლობალური ქსელი, საერთაშორისო ტოპ კომპანიები და ვიდეო არჩიეს, მაგრამ თავად ვიდეოსთვის არ იყო საქართველოს მაშინ საინტერესო და პირველი მცდელობებიც იგნორით დასრულდა. მაგრამ როცა მიზანი გაქვს და იცი რა გინდა, ეძებ გზებს. ასე გაჩნდა ვიდეოს სხვადასხვა ქვეყნის ოფისებთან კონტაქტები და პირადი კომუნიკაციები. გარდამტეხი ეტაპი 2003 წელია, სიახლეები, დიდი პრივატიზაციები, დიდი რეფორმები. პირველი ინტერესი უკრაინის ვიდეოს ოფისიდან წამოვიდა. ვიდეოს პირობების დაკმაყოფილებას 6 წელი დაჭირდა. მოგვიანებით საქართველოს დახმარებით ეს გზა სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გაიარა. აუდიტორული კომპანიები საქართველოშიც მომრავდნენ. კონკურენციას ვიდეო მომზადებული შეხვდა. ახალი ტექნოლოგიური სერვისები, ინოვაციები და მოქნილობა. ციფრული სერვისებს, რასაც ვეძახ ჩვენ დიჯიტალ სერვისებს. ეგ სადღაც თუ არ ვსები 2004 თუ 5 წლიდან დავიწყეთ და მანდაც თემა რა იყო რა, როგორც წინაზე ვთქვი, რომ რაღაცა გაგვეფართოვებინა ასორტიმენტი სერვისების, აუდიტი, გადასახადებები, ბუღალტრული აღრიცხვა, მე გვაქვს აი ბიზნეს საკონსულტაციო სერვისები გვაქვს ბევრი, მაგალითად ეხლა არის ძალიან აქტუალური მდგრადობის სერვისები, ESG სერვისები, მაგალითად ეს არის, კომპანია ერთი მეორეს ყიდულობს, რომ შესწავლა უნდა, შეფასება უნდა და მე კიდე დავიწყეთ აკადემია, ვიდეო აკადემია, ტრენინგები. ბუღალტერია გარდაუვალი რუტინული აუცილებლობაა. თუკი სერვისები მრავალფეროვანი აქვთ, მრავალფეროვანია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელსაც ვიდეო თავად ემსახურება. და ამ დროს მნიშვნელოვანია დაგეგმვა და დარგის ბიზნესის საბაზისო ცოდნა. ცვლილებები შევიდა მართვაში. როცა რჩევას აძლევ, კომპანია არ იყოს ერთი კაცის, დივერსიფიცირებული მართვა შენც უნდა გქონდეს. ამიტომაც არ ვიდეოს ყავს 11 პარტნიორი. სხვადასხვა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ყავს. იყო სწორი ნაბიჯები, მაგრამ არც უშეცდომა ყოფილა ეს გზა. მე თანხის გამო რაღაცა გავაკეთოთ, რაც არ შეგვიძლია, იმას არ ვაკეთებდით. მოგვივიდა 1-2 მაინც ალბათ მინიმუმ. როდესაც მოვკიდეთ რაღაცას ხელი, გვეგონა რომ შეგვეძლო იმის გაკეთება და აღმოჩნდა რომ არ შეგვეძლო. და მე კონტრაქტი გავწყვიტეთ, უკმაყოფილო დარჩა დამკვეთი და ასე შემდეგ. მე წლები ჭირდება ხოლმე ერთი ესეთი შემთხვევის გამოსწორებას. ვიდეო წლების განმავლობაში თავად ზრდიდა კადრებს. სტაჟიორობიდან მოსული თანამშრომელი დღეს პარტნიორია. მოგვიანებით კორპორატიული კულტურა შეცვალა. განსხვავებული ხედვა გახდა საჭირო და კადრები სხვა კომპანიებიდან მოიზიდეს. საუკეთესო მამა. ისე მოხდა, რომ ორ დიდ გუნდს მართავს. მაგიდაზე პრეზიდენტს, საუკეთესო მამა. უმრობა არ არის, 7 შვილის მამა. აქ მართვაში კი ვარ, მაგრამ ლიდერი მეუღლეო. აი ფოტო კი გასაახლებელია. ის რომ დღეს ბიზნესი შეიცვალა, განვითარდა, გრძელვადიანი ხედვა გაუჩნდა, აღარ არის ჩაკეტილი ეს ვიდეოს დამსახურებაცაა. სწორი რჩევებით და მხარდაჭერით. რაღაცა გვაწუხებს, ხო? ადამიანს მივდივართ ექიმთან და სვავს დიაგნოზს. ხო, შენ ხარ კარგად, ან რაღაცა გჭირდება, რომ კარგად გახდე. დაახლოებით და ესე უნდა შევხედოთ ამას, რომ ჩვენ როდესაც კომპანიის ნახულობ და აუდიტს ვატარებთ, ფინანსურ სიჯანსაღებს ვადგენთ მაგას, ან სურათს ვაჩვენებთ რეალურად გარე მომხმარებელს, ეს ნამდვილად ეს კომპანია ესეთია ფინანსური ჯანმრთელობის 25 წლის იუბილეზე ძველ და ახალ პარტნიორებს ელოდება. ვინც მათი რჩევა გაიზიარა, განვითარდა, ფეხზე დადგა, სირთულეებს გაუძლო. თulis რომ ეს მათი განვითარების პროცესიც იყო. ვიდეოს რეპუტაცია კი განსაზღვრავს იმას, რომ მათ დასკვნას ბიზნესი და სახელმწიფო ნდობით ღებულობს და 25 წლიანი მაღალი ხარისხის სერვისია. გლობალურ რეიტინგებში კი ეს ტოპ 5-ში აისახება. მოდელის და სისტემების ჩამოყალიბებაში.